ესე იგი, მოგესალმებით ძვირფასო მეგობრები. რუსთაველის პროსპექტზე მოვდივარ და მე აქ ქართველებს ვერ ხედავ. ქართველი აქ არ დადის. მე აქ ვხვდებიან უცხოელი ინგლისურენოვანი ოხეტიალეები, თურქები, არაბები, ირანელები და 1000 ჯურის უცხოტომელი, როგორც დიდი ქალაქტიონი ითხოვდა, სხვა ხალხის ისმის აქ შეამოვი. ხა ამას ჩვენ თუ დაუმატებთ იმას, იმ უბედურებას, რომელიც როგორც წარღვნა და როგორც მეწყერი ისე გვიახლოვდება, ეს ორი მეგაქალაქი რო უნდა აშენონ აი ამ არაბებმა საქართველოში, მე არ ვიცი რა, ნუ ეს ქვეყანა ეთქობა მთავრდება და ხე მაინც გამოდით, კაცო, და ამ ქართულ ხალხს უთხარით რა გაქვს ჩაფიქრებული და 2028 წელს რა არჩევნები უნდა ჩაატაროთ თქვენ საქართველოში და ვის უნდა მისცეს ხალხმა ხმა. მაინტერესებს ეს. პაკისტანელებს ვაძლევთ ჩვენ ხმას, არაბებს ვაძლევთ ხმას თუ უცხოელებს ვაძლევთ. იმ ემარის პრეზიდენტმა განაცხადა პირდაპირ, რომ აი ეს ორი მეგაქალაქი, რომელიც საქართველოში უნდა აშენდეს, იქ მოსახლეობის 60% იქნება არაბეთიდან ჩასული მობინადრენი. ეს პირდაპირ გაცხადებულად არის ნათქვამი. ეს იმედის ეთერში რო ზის, ეს ქერათმიანი კროშკა, ეს მაგდა ანიკაშვილი. აი მაგის ვიდეო ნახეთ ალბათ დიმიტრი ლორთქიფანიძესთან. რას ლაპარაკობს, რომ აი პრაინტის მოსახლეობაო, იზრდებაო და ეხლა ჩვენიო ქართველებისო რიჩვიო თუ შემცირდებაო, ეს შეულებრივი ამბავიაო. ახლა ეს ანიკაშვილი რა ჯიშის არის, მე არ ვიცი რა. და რა აღსარებლობის არის. ხო და მოკლედ ძალიან ცუდ დღეში ვარ ჩვენ ქართველები რა. ძალიან ცუდ დღეში და ისეთი ქართული ეგრეთ წოდებული ეკონომიკური სასწაული, რომელიც სინამდვილეში არის ქიმერა, ეფემერა, ფაქტობრივად ეფუძნება ქართული მიწების ყიზილბაშებზე გაკიდვის პროცესს. ქართულ მიწას ყიდიან ყიზილბაშებზე და აქედან მიღებული მილიონები და მილიარდები ქოქავს საქართველოს ეკონომიკას და გასაყიდი რო აღარაფერი დაგჭათ. თქვენ შობელძაღლებო, მე რაღაც ყიდით. მე ვფიქრობ, რომ ამაზე მთელი საქართველო უნდა დადგეს ფეხზე და უნდა გაეცეს კითხვაზე, რაღაც კითხვებზე უნდა ჩვენ მივიღოთ პასუხები რა. ესე იგი, როგორც ეთყობა, ეს ხელისუფლება არის ყველა მინისტრი კორუმპირებულია. ეხლა ეს კალაძე რო გამოდის და ხან სათვალით და ხან უსათვალოდ გველაპარაკება რაღაც ინსტიტუციებს და მთელი თბილისი ლაპარაკობს იმაზე, რამდენი მილიონი მიატანინეს. 8234 ერთეული უცხოური ნებართვა, სამშენებლო ნებართვა გაცემული თბილისის მერიიდან და ძირითადად უცხოელებზე. გუთენტრაკენის მეთოდით აგებთ გზებს. ბიჭო, ერთი მინისტრი დაიჭირეს კორუფციის ბრალდებით, მეორე მინისტრი იჭერთ კორუფციის ბრალდებით, მესამეს იჭერთ პრემიერ-მინისტრის ყოფილი ირაკლი ღარიბაშვილი, აი სწორედ აი მაგმუხლით და რაღაცა აი ამ ბრალდებებით. ესე გამოდის, რომ მთლიანად, ესე იგი, სახელმწიფო ვერტიკალი არის კორუმპირებული. და რას მიკეთებთ თქვენ? ესე იგი, კვირიკაშვილი მოათრიეთ უვარგისი, ზურაბიშვილი მოათრიეთ უვარგისი, ბახტაძე მოათრიეთ უვარგისი, მარგველაშვილი მოათრიეთ ნარკომანი და უვარგისი.
ნუ ღარიბაშვილის რაღაცნაირად სიმპათიები არის ხალხში და ისიც აიღეთ და ფაქტობრივად ჩარეცხეთ. ერთ ქართულ ფილმში რო არის წმინდა აღარაფერი დაგჭა თქვენ. კაცი მითხარით ვინ არის ნეობრივი პედესტალიდან ვინ ილაპარაკებს და ვის შეიძლება დაუჯეროთ. იხჩობით კორუფციაში. შეჭმული გაქვთ ფულები, აყიდეთ საქართველოს. და პასუხს აგებთ ბიძიებო ამაზე რა. სააკაშვილმა, ნაძირალამ და აგენტმა, ათახსირებულმა საქართველოს ტერიტორიები ჩააბარა სისხლით, დადგა ის ომი. თქვენ საქართველოს ტერიტორიებს ააბარეთ ფულით, ყიდით. რა განსხვავებაა თქვენ შორის? არაფერი, ერთი ნაგავი ხართ. შევარდნაძის გამოზდილი ჭუჭულები. აბიჭორებო თქვენ. პასუხი მოგეთხოვებათ ამაზე ყველაფერს. ყველა გამგებელი კორუმპირებული. აი ზვანის გამგებელი რო არის. სამწუხაროდ გაწყდა ეხლა და ამერიკანა და მაინც